დინოზავრები ყველასათვის ცნობილები არიან. მათ ხვდებით მულტფილმებში, ფილმებში, სათამაშოებში და რეკლამებში, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ არსებების შესახებ, რომლებიც დინოზავრებამდე ან მათ შემდეგ ცხოვრობდნენ. ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო საშიში ან უცნაური იყო. მოდი ვნახოთ დინოზავრების გარდა, როგორი ურჩხულები მართავდნენ დედამიწას. დანკლეოსტეუსი. დანკლეოსტეუსი გიგანტური მტაცებელი თევზი იყო, რომელიც დინოზავრებამდე 100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის იყო და 4 ტონამდე იწონიდა. მას კბილები არ ჰქონდა. მის ყბებს ბასრი ძვლოვანი კიდეები ჰქონდა, როგორც დანა. მისი ყბა პოლარულ დათვზე ორჯერ ძლიერი იყო. მისი პირი ისეთი სისწრაფით იკეტებოდა, რომ სხვერპლს შიგნით ისრუტავდა. დანკლეოსტეუსი ნადირობდა ზვიგენებზე, ჯავშნიან თევზებზე და ხანდახან საკუთარ სახეობაზეც კი. ნამარხები აჩვენებს, რომ ისინი ერთმანეთზე ახორციელებდნენ შეტევას, ამიტომ სხეულის წინა ნაწილს ძლიერი ჯავშანი იცავდა, ხოლო უკანა ნაწილი დაუცველი იყო. დანკლეოსტეუსი ზღვის მბრძანებელი იყო მანამ, სანამ დევონური პერიოდის ბოლოს მასობრივი განადგურება არ დაიწყო. ოკეანეები შეიცვალა, ტყეები გაიზარდა და მდინარეებს ზღვისკენ ბევრი ორგანული ნივთიერება მიჰქონდა. ამან წყალში ჟანგბადი შეამცირა და ტოპ მტაცებლები, მათ შორის დანკლეოსტეუსი, გადაშენდა. არგენტავისი უდიდესი ფრინველი იყო, რასაც კი ოდესმე უფრენია. ის მილიონობით წლით დინოზავრების შემდეგ ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკაში. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 7 მეტრზე მეტი იყო, როგორც F-16-ის სიგანე. არგენტავისი 70 კილოგრამამდე იწონიდა. იშვიათად აქნევდა ფრთებს, ჰაერის ნაკადებს იყენებდა და მიწის ზემოთ ჰაერში დაკიდული ნადირობდა, ან მკვდარ ცხოველებს ეძებდა. ენტელოდონს ტერმინატორ ღორს ეძახდნენ. მისი სიმაღლე მხრების დონეზე 2 მეტრაზე მეტი იყო. სხეული დიდი ჰქონდა, როგორც ხარს, ხოლო თავი გიგანტური, გარეული ღორის მსგავსი. მისი ყბები იმდენად ძლიერი იყო, რომ ძვლებსაც ამდრევდა. ყველაფერს ჭამდა: ხორცს, მცენარეებს, ძვლებს და ზოგჯერ სხვა ენტელოდონებსაც კი. ის ევრაზიაში ცხოვრობდა, დინოზავრების გაქრობის შემდეგ, დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ. დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა გიგანტური ზღვის მორიელი. ის ადამიანის ზომის იყო და უზარმაზარი კლანჭები ჰქონდა. ეს მტაცებელი სახელად მეგალოგრაფტუსი, რასაც შეამჩნევდა, ყველაფერზე ნადირობდა და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი მტაცებელი იყო. დინოზავრების გადაშენების შემდეგ გამოჩნდა გიგანტური გველი. მისი სიგრძე 13 მეტრს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსზე დიდი იყო. ამ გველს ტიტანობოა ერქვა და იმდენად დიდი იყო, რომ ნიანგებს მთლიანად ყლაპავდა. ტიტანობოა უძველეს ჭაობებში ცხოვრობდა და თავისი დროის ყველაზე საშიში მტაცებელი იყო. მანამდე, სანამ ცხოველები ხმელეთზე იცხოვრობდნენ, მტკნარ წყლებში დიდ ფარფლებიანი თევზები ბინადრობდნენ. მათ სარკოპტერიგიელები ერქვათ. მათი ძლიერი ფარფლები ტალახში და მცენარეებს შუა მოძრაობაში ეხმარებოდათ. სარკოპტერიგიელები ამფიბიების, რეპტილიებისა და ძუძუმწოვრების წინაპრები იყვნენ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი. შემდეგ ვიდეომდე.